დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ესეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი. ქართულ მოძრაობამ, ჩვენმა პარტიამ საშუალება მისცა საზოგადოებას დააფუძნოს საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს, ისევე როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოახერხებთ უახლოეს ბოლო წლებში. 13 წელიწადია მოგეხსენებათ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივახციეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გავუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც ქართული ოცნების წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს და შესაბამისად ჩვენ თქვენი ძალაუფლების მშვიდობიანი დამხობა დაანოსეს საქართველოს მოქალაქეებმა. თქვენ რისთვის ემზადებით ბატონო? საზოგადოების განვითარება, რომელიც სტატუებას ხომ არ განიხილავთ? ჩვენმა საზოგადოებამ და მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება სწორედ რომ არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით, შთამბეჭდავი წარმატებები გვაქვს ქვეყნის განვითარების. როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე როგორც წესი რეაქციას არ აკეთებს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. დაბალი აქტივობა ხედავთ, მოქალაქეებმა არ გაითვალისწინეს თქვენი თხოვნა, რომ არჩევნებზე მისულიყვნენ. აშკარაა ეს ბატონო ბიძინა. შავისგან გარჩევა და სწორი არჩევნების. ეს თქვენი მშვიდობიანი დამხობაა დაანოსებული მოქალაქეების მიერ. თქვენ რისთვის ემზადებით ბატონო ბიძინა? მაქსიმალურად ძალადობას ისევ გეგმავთ მოქალაქეების წინააღმდეგ. სწორ არჩევანს გააკეთებთ. დიდი მადლობა.